და გიორგი გახარიას გუნდების გაერთიანებას და მათ გადაწყვეტილებას, რომ თბილისში წარადგინონ საერთო კანდიდატი, ეხმაურებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც ოპოზიციაში არიან და საარჩევნო კამპანიაში არ ერთვებიან, არამედ ასევე ქართული ოცნება. ბუნებრივია, ოცნებასთან არსებობს კითხვები, რა აძლევთ მათ იმედს, რომ ისინი მიაღწევენ წარმატებას მათ შორის თბილისში, რადგან გასულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები მეტად ჭარბობს თბილისში და შესაბამისად ქართული ოცნება ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ირაკლი ყობახიძე, რომელიც დღეს ამ თემაზე საუბრობს მედიასთან, ამბობს, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ 64-ვე მუნიციპალიტეტში აპირებს გამარჯვებას ქართული ოცნება, ისევე როგორც ამ დრომდე, ახლაც ის ამბობს, რომ ეჭვი არ ეპარება საკუთარ გამარჯვებაში და უფრო მეტიც ყობახიძეს თუ კი დავუჯერებთ, ქართულ ოცნებას თბილისში უკვე აქვს დათვლილი მანდატები, თუ რამდენს მოიპოვებს თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ის ცდილობს, რომ ერთიანად ისაუბროს ყველაზე, მათ შორის მათზე, ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მათზე ასევე ვინც უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, ამბობს, რომ ნებისმიერი გზა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ირჩევენ, არის მარცხისთვის განწირული. ეს არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება, რადიკალურ პოზიციაში არის სერიოზული სისუსტე, მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მაშინ როდესაც დაიწყეს განაახლეს უბრალოდ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული, არის უსუსტეს მდგომარეობაში. ჩვენ მიზანი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით იცით, რაც არის ამ არჩევნებში, ეს არის 64-64-ზე, ხო? ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 სამკრებულოს არჩევნების მოგება, რაც შეეხება თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან. რაც შეეხება პარტიებს, ვინც გადაწყვიტეს, რომ არ მიიღონ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, ამბობენ, რომ მათი мотиваცია ახლა, რომ ესაუბრონ ამ მომრჩევლებს და მოქალაქეებს იმისთვის, რომ ისინი დაარწმუნონ, რომ ეს არათუ ადგილობრივი არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ქვეყანას უმზადებს ქართული ოცნება და შესაბამისად მასში მონაწილეობა არის ქართული ოცნებასთან თანამშრომლობა, ასე მიიჩნევენ მონაწილე პარტიების გადაწყვეტილებასაც და ბუნებრივია არც გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ შეუცვლიათ მათ აზრი, ისინი ამბობენ, რომ ეს გზა არის არასწორი გზა, რომელიც აირჩიეს ლელომ და გიორგი გახარიამ და ისინი გააგრძელებენ წინააღმდეგობრივ ბრძოლას მთავარი მიზნების მისაღწევად. ჩვენი გეგმა არის ის, რომ 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიღოს ლეგიტიმაცია და ავტომატურად ეს არჩევნები იყოს აღიარებული როგორც მიტაცებული. აი ეს არის ჩვენი გეგმა. რომ 4 ოქტომბრის 8 საათზე, როდესაც გამოცხადდება შედეგები, არც ერთმა ცივილიზებულ სახელმწიფომ არ აღიაროს მისი შედეგები. ჩვენი შედეგებს კი არ აღიარებთ და ახლა დანარჩენი ოპოზიციის ბედი კი არ გვაინტერესებს, ვინც იქ შევიდა, რამდენს გამოუსახავს ბიძინა ივანიშვილი თაბახის ფურცლაზე და შემაჯამებლობებზე. უბრალოდ ჩვენი მთავარი მიზანი არა შედეგების გაპროტესტება, არამედ იმ შემაჯამებელი უქმის არ არსებობა ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უქმი კი არ არის. ეს არის ივანიშვილის და რუსების ოქმი. ერთადერთი რაც შეიძლება ახლა აუცილებელი ნაბიჯი იყოს ქართული ოცნების დასუსტებისთვის და მისი ხელისუფლებიდან ჩამოსცილებისთვის, ეს არის წინააღმდეგობა, პროტესტის გაძლიერება და რეჟიმთან არ თანამშრომლობა. რეჟიმს ვერავინ ვერ უნდა მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს პროცესის ნორმალიზება. რაც შეეხება იმ ოპოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თითქოს მას რაიმე შანსი აქვს იმ პირობებში, რა პირობებშიც ქართული ოცნება ატარებს არჩევნებს, ეს მათი არჩევანი. ამ ეტაპზე მოცემულობა ოპოზიციურ ფლანგზე ასეთია და ეს უკვე აღარ შეიცვლება. მონაწილე პარტიები, ორი მსხვილი პარტია 4 ოქტომბერს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ქართული ოცნების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ბოიკოტში მყოფი პარტიები კი მოქალაქეებს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზერზე ელოდება.